ამ საფრთხობელის ეს ვიდეო უმრავლესობას ნანახი გექნებათ. და ვისაც არ გაქვთ ნანახი, ახლა ნახეთ. და ვისაც ნანახი გაქვთ, გაიხსენეთ, აბა რას ამბობდა ზვიად გამსახურდიაზე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. მე რომ ვიღაცაზე საფრთხობელას ვიტყვი, წარმოგიდგენიათ? მაგრამ თვითონ თქვა, ეგ სიტყვა პირველმა და მეც ვაძლევ თავისუფლებას, რომ მასზეც თქვა. აბა ნახოთ ეგ ვიდეო. სოხუმი ეცემო და ესეც ყველამ კარგად ვიცით, როცა დასავლეთ საქართველოს პრობლემა დგას მთლიანად, ეს ისევ იმ სიტყვას ვიხმარ საფრთხობელა კვლავ მოიწევს თბილისისკენ და ალბათ სხვა ქვეყნისთვის ეს სასაცილო იქნებოდა. ჩვენ ქვეყანაში რომ ხდება ეს, ამიტომ არ გვეცინება ალბათ, თორემ ნამდვილად ტრაგიკული სწორედ ის არის, რომ აი ასეთი ადამიანი, მე იმდენი შეურაცხმყოფელი რამე მაქვს მის მისამართით ნათქვამი, რომ არ მინდა ეხლა რაღაცა მართლა ტაშის დაკვრის გულისთვის ვიხმარო ის სიტყვები მანიაკი და პათოლოგი და ასე შემდეგ და ვიცით ჩვენ ყველამ ვისთანაც გვაქვს საქმე. ეს მისი სირცხვილი კი არ არის, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩემი, თქვენი, თითოეული ჩვენგანი სირცხვილი, რომ ეს ადამიანი ჯერ პრეზიდენტი გახდა და დღეს კიდევ მიწაზე დადის და კიდევ აქ ჩამოვიდა და კიდევ რაღაც მუხარებს გზავნის. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, აი მე როგორც მესმის, შეიძლება მართლა ვცდები, მაგრამ მე ასე მესმის, სანამ ზვიად გამსახურდიას პრობლემა არსებობს საქართველოში, არც ესენგეში შესვლით, არც ესენგეში შეუსვლელობით, არც ევროგაერთიანებაში შესვლით და ამერიკის შტატად რომ მიგვიღონ, არაფერი საქართველოს არ ეშველება. ეს უნდა ვიცოდეთ. თარიღი ნახეთ, ხო? ოქტომბრის თვეა 93 წელი, 2 თვით ადრე ზვიადის მკვლელობამდე. აი ამ ხალხმა თვითონ ამ საფრთხობელამ და იქ ვინც სტაჟს უკრავდა, მაგათმა შეუკვეთეს და აღასრულეს ზვიადის მკვლელობა. ახლა გადმოვინაცვლოთ უახლოეს აგერ წარსულში წინა პარასკევს ჩაწერილი ვიდეო და ახლა ეს ნახეთ. 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობას აქვს ერთი ძალიან უნიკალური ნიშანი. ამას არ ყავს ამ რევოლუციას, არ ყავს პოლიტიკური ლიდერშიპი, არ ყავს პარტიული ლიდერშიპი და იქ ვართ ყველა პროფესიის ადამიანი. გაიგონეთ ხო რა თქვა? მშვიდობიანი დამხობაო. ახლა ამ ფრაზას გრამატიკური ლოგიკა რო აკლია და აზრობრივი ლოგიკა რო აკლია, ეგ მე არ აღმომიჩენია. ეგ ბევრს ვთქვი აქამდე და მეც ვეთანხმები მაგას. მშვიდობიანად რანაირად უნდა დაამხო ვინმე, იმის არ იყოს დათათუთაშიაში მომავის ზემოთ ტამბურზე წამოწოლილი კაცი, ხო, გადაბრუნდება და იძინებს დღეს და თავისი დაიმხობაო. მშვიდობიანად რანაირად უნდა დაამხო. ნუ კაი, მაგას შევეშვათ. ახლა ამ საცოდავი დედაკაცის აზრი და ზოგადად დამოკიდებულება ნიშნულოვანია მეთქი, მაგიტო არ მწერა ვიდეო, არ ჩამიწერია მაგის ვიდეო. ნიშნულოვანი რა არის, იცით? ტელევიზიები, რომლებიც აი ამათ იწვევენ ასეთ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეები არიან გამსახურდიას მკვლელობაში. ახლა იქ კუროქს ვინ გამოკლა, ხელი ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აი ადამიანებმა, რომლებმაც შეუკვეთა, ხო, ზუსტად შეუკვეთა გამსახურდიას მკვლელობა და მოკლა, აი ამ ხალხს დღესაც ტელევიზიები იწვევენ და ის ტელევიზიები დამხობას რო აპირებენ, თვითონაც გამსახურდიას მკვლელები არიან. აი ასეთი ადამიანების გახუმრებული რო სასაცილოა და აზრი რომ მნიშვნელოვანია. ახლა ამას ვითომ ხუმრობით, მაგრამ აზრს აჟღერებინებენ სოციალურ სივრცეში, რომ იქ ხალხის ინფორმირება მოხდეს ასეთი რაღაცები. ესე იგი გამოდის, რომ ლოგიკის მიხედვით, რადგანაც დღეს სარიშვილს იწვევ ტელევიზიაში, შენ ტელევიზია სრული შემადგენლობით ხარ გამსახურდიას მკვლელი და გამსახურდიას მკვლელები აპირებენ დღეს მთავრობის შეცვლას. ახლა ვიღაცებს რო არ მოგწონთ კოცები ბაზარი არა, თქვენ გეთანხმებით, არ გეკამათებით მაგაში, მაგი არ მაინტერესებს. უბრალოდ ვის უნდა ამ კოცების შეცვლა, მაგას აქვს მნიშვნელობა. და მაგის თქმა მინდოდა დღეს, გამსახურდიას მკვლელებს უნდა კოცების შეცვლა დღეს.